საკონსტიტუციო სარჩელის საბოლოო ვერსია, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციისა და პოლიტიკოსების აკრძალვას გეგმავს, დღეს საღამოს უმრავლესობის ფორმატში საბოლოოდ შეთანხმდება. ოცნების წევრები ამბობენ, რომ სარჩელი ფაქტებით და მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს, რის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ივანიშვილი პოლიტიკურ ველს სრულად მოასუფთავებს. სარჩელი, რომლითაც ოლიგარქი, პარტიების, ასევე პოლიტიკოსების გაქრობას ითვალისწინებს, ოცნების წევრების განცხადებით უკვე თითქმის მზად არის, თუმცა მისი წარდგენა აშკარად ჭიანურდება. უმრავლესობის წევრები დღეს ამბობდნენ, რომ ისინი არ ჩქარობენ და დიქტატურის გასაფორმებლად ამ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას კარგად მომზადებულები უნდა შეხვდნენ. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდდება ახლა ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნატალის თუ არის ცნობილი, რა დეტალებს აზუსტებენ ახლა ივანიშვილის გუნდში და როდის შევა ეს სარჩელი? როდის გადაიგზავნება ქართული ოცნების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ისევ უცნობია. ოლიგარქის დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს უმრავლესობის ხდომაზე იმსჯელებენ ამ საკითხზე, შეაჯერებენ პოზიციებს და იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის საბოლოო ვერსია იქნება მომზადებული და სრულყოფილი, ალბათ დღესვე მიმართავენ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს. ფაქტია, რომ არაერთხელ გადაიდო ქართული ოცნების მხრიდან ამ ეგრეთ წოდებული შავი სიის გამოქვეყნება, ვინაიდან თავდაპირველად დაანონსებული იყო წინა კვირის დასაწყისში, რომ გადაიგზავნებოდა ეს დოკუმენტი. ამის შემდეგ გადაწიეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლოსკენ და უკვე პარასკევი იყო, თუ არ ვცდები. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორშაბათი დღე, ანუ დღევანდელი დღე იქნებოდა საბოლოო დღე, როდესაც ისინი მოამზადებდნენ ამ დოკუმენტს და ოფიციალურად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია რა სიზამს ქართული ოცნება. უმრავლესობის ხდომა არის ისიც დღეს 6 საათს. კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე, ჩვენს მოსაძლევეს, თუ ჩათვლით, რომ ის უკვე იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანებთ, შევიტანეთ. თუ ჩაითვლება უმრავლესობის მიერ, რომ იქ კიდე რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც 4 და 5 დღე, თუნდაც 1 კვირა რამეს გადაჭრით. ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლებრივი კატეგორიებით. თორე არალეგალური ორგანიზაციები ალ-ქაიდა დღეს წასწევს და კიდევ სხვა ტიპის ორგანიზაციები. ასეთი ფორმით უნდა რაღაც რევოლუციური ორგანიზაციები შექმნან იატაკქვეშა, სხვა შორის სტამბაც არსებობდა ავლაბარში და მე მგონი მუზეუმი ახლა და შეგვიძლია გადავცეთ ცოტა ხნით. უკვე ცნობილია, რომ პარტია ლელო ამ რეპრესიულ კანონს, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო პარლამენტმა, გაასაჩივრებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ზუსტად 3 საათზე. ოპოზიციაში ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი. ნაციონალურ მოძრაობაში მაგალითად დახურულ კარს მიღმა აქტიურად მსჯელობენ სტრატეგიაზე და დღეს თქვეს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება უკვე ეცნობება მათი გეგმის შესახებ, რას მოიმოქმედებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას და პოლიტიკური პარტიები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, პირველ რიგში დემოკრატიის გაუქმების, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპია საქართველოში და ასევე მათი შედეგებითაც თუ მათი დათვლებიც და მათი манипуляციებითაც კი იმ პარტიებს, რომელიც აკრძალოს, ისინი აპირებენ 50%-მდე მხარდაჭერა აქვს საქართველოში. გაუგონარია ფაქტი, რომ მთელი საზოგადოების წარმომადგენლობის 50%-ს აკრძალოს აპირებს პოლიტიკური პარტია. თან ვინ? ის ადამიანები, რომლებიც ხალატობენ ჩვენს ქვეყანას, არ ღვევენ კონსტიტუციას. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმაზე, რომ ამყარებთ დიქტატურას და დამთავრდა, იმიტომ რომ პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა, ცალკეული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების შეზღუდვა, ხო? ეს არის რეალურად მოქალაქეობის უფლების წართმევა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც შეიძლება უნდოდეს საკუთარი პოლიტიკური რაღაც აზრი გამოხატოს ორგანიზებული გზით და ეს არის, ანუ ქართულ ოცნებას სურს ქვეყანაში იყოს ბატონყმობა. საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავით არის დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის უმალე გახდება ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ეს კანონი, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტში, იმთავითვე არის ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციაში არც ერთი ნორმა არ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია რომელიმე პოლიტიკური პარტიის გაუქმება და მით უმეტეს რომელიმე ფიზიკური პირისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს კანონი მათი განცხადებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიული წესწყობილების პრინციპს. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ იმასაც, რომ მათთვის კომიკურია ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება, რომ მას სურს კონკრეტულ სუბიექტებს შეუზღუდოს პოლიტიკური საქმიანობა, ვინაიდან ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს მათ კონკურენტები არ ყავთ და თითქოს ისინი არიან ძლიერები და არ ეშინიათ პოლიტიკური პარტიების, თუმცა მეორე მხრივ დაჩქარებული წესით ზუსტად 3 დღეში საქართველოს კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები, მიიღეს ეს რეპრესიული კანონი და ახლა ოფიციალურ დონეზე სურთ პოლიტიკური ველის მოსუფთავება. მსგავსი კანონები არსებობდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში ბოლშევიკების დროს, როდესაც უქმდებოდნენ ადამიანები და პარტიები მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არსებობდა ფაშისტურ გერმანიაში, ფაშისტურ იტალიაში და ეს კანონები წარმოადგენს სწორედ აი ამ, ესე ვთქვათ, ფაშისტური და კომუნისტური, ესე ვთქვათ, იდეოლოგიის თანამედროვე საქართველოში დამკვიდრებას. ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, მოქმედ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დანიშნონ არჩევნები და ამ არჩევნებში არავინ არ მიიღებს მონაწილეობას, ვინც მათი კონკურენტი შეიძლება იყოს. აი ამას აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მათ ეშინიათ აბსოლუტურად ყველა აქტიური ადამიანის, არა მხოლოდ არსებული პოლიტიკური პარტიების, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება პოლიტიკური პარტია შექმნას და პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს. ეს ცხადია მიუთითებს მათ შიშზე, მიუთითებს იმაზე, რომ ყველას აბსოლუტურად ყველა აქტიური ადამიანის ისინი აღიქვამენ კონკურენტებად. ეს მათი კიდევ ერთი მცდელობა ამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცის შეზღუდვის დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ნებისმიერი ასეთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები ვერ იქნება მათი ვერანაირი ლეგიტიმაციის მომტანი ვერც შინ და ვერც გარეთ. მოკლედ ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, არ არის გამორიცხული, რომ დღეს მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები, მათ უკვე გააკეთონ საგანგებო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შეაქვთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საინტერესოა ასევე რა წერია ამ დოკუმენტში, ვის აკრძალვას მოითხოვს ოლიგარქის ხელისუფლება და აქვე საინტერესოა ისიც, რომ სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთი იქნება ლელოსი, რომელიც ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ამ რეპრესიული კანონის და მეორე იქნება საქართველოს ხელისუფლების სარჩელი, რომელიც ითხოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და კონკრეტული სუბიექტებისთვის, აქტორებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას. წესით არასამთავრობო ორგანიზაციებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ლოგიკურად სასამართლომ ჯერ უნდა განიხილოს ლელოს სარჩელი, რომ დაადგინოს რამდენად კონსტიტუციურია საერთოდ ის კანონი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დაამტკიცეს მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ სრულად მართული და კონტროლირებადია დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების მიერ მესამე სექტორისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ ჯერ ქართული ოცნების სარჩელს განიხილავს სასამართლო და გადაწყვეტილებას კონკრეტულად ამ საქმეზე გამოაცხადებს.